დღეისათვის წარმატებით ხორციელდება საავიაციო შესაძლებლობების მოდერნიზება, ინერგირება თანამედროვე მართვისა და კონტროლის და კომუნიკაციის სისტემები. მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო აპარატების რეაბილიტაციის კუთხით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯა, სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. თუმცა პროგრესი თვალსაჩინოა და მტკიცედ ვაგრძელებთ სვლას დასახული მიზნისკენ. ამასთანავე, თანამედროვე საფრთხეების და უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით აუცილებელია განახლებული მიდგომების შემუშავება, რაც გააძლიერებს და კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის ჩვენს საჰაერო შესაძლებლობებს. საავიაციო საშუალებების მოდერნიზაციასთან ერთად ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც გააძლიერებს ჩვენს ოპერაციულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ეფექტურ მუშაობას. შენდება ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ახალი შტაბი და საჰაერო თავდაცვის ბრიგადისთვის საჭირო ახალი ინფრასტრუქტურა. მოხარული ვარ თითოეულ ფინალს, უმაღლეს დონეზე აქვს გაცნობიერებული პროფესიული საქმიანობა და ზუსტად აფასებს სამხედრო ავიაციის მნიშვნელობას, როგორც სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების შემადგენელ აუცილებელ ნაწილს. მინდა თითოეულ ქვეყანას მოგილოცოთ სამხედრო ავიაციის დღე. დღევანდელი დღე მინდა მიულოცო ყველა ვეტერანს, დარგის სპეციალისტს, რომლებიც 33 წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სამხედრო ავიაციის განვითარებაში. ჩემთვის დიდი პატივია ხელმძღვანელობდე ისეთ სარდლობას, სადაც გაერთიანებულია ორი გვარეობა, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანობის უზრუნველსაყოფად, როგორც მშვიდობიანობის, ასევე საომარი მოქმედებების დროს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გვარეობა ქართული თავდაცვის ძალებისთვის ქართული სამხედრო ავიაცია, რადგან ქართული ცის დასაცავად თითოეული ჩვენი წარმომადგენელი მფრინავები და ტექნიკური პირადი შემადგენლობა იხარჯებიან ბოლომდე, რომ დავიცვათ ქართული ცა და ქართული მიწა.